ეს არის ჩემი მოგზაურობის 6 დღე იტალიაში, რომელიც დავიწყეთ ნეაპოლიდან, რათა წავსულიყავით ამალფის სანაპიროებამდე. სამოგზაუროდ წავედით ოქტომბრის შუა რიცხვებში, წესით უნდა ყოფილიყო მზიანი ამინდი, მაგრამ დაგვემთხვა პირველივე დღეს წვიმა, ამიტომ ვიყიდეთ ქოლგა და ეგრევე გავიშურეთ დასათვალიერებლად. ქალაქი არის ძალიან ხმაურიანი და ენერგიული, უამრავი ხალხი მოძრაობს. აქ შეხვდებით ძალიან ბევრ ძველ შენობებს, ლამაზ არქიტექტურას. ქუჩები მორთული არის ფეხბურთელების მაისურებით, სურათებით და რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, ნეაპოლი არის პიცის სამშობლო. აქ შექმნა პირველი პიცა მარგარიტა. ვართ ტენ იტალიას სადგურზე და მივდივართ ამალფიზე. ჩვენი პირველი ლოკაცია იყო სალერნო, საიდანაც უნდა წავსულიყავით შემდეგ ამალფიზე, უნდა გამოგვეცვალა ტრანსპორტი, თუმცა საკმაოდ ადრე ჩავედით და დავათვალიერეთ ეს ლამაზი ქალაქიც. ამ ადგილიდან უკვე დაახლოებით 30 წუთი გვჭირდებოდა ავტობუსით, რომ მივსულიყავით ჩვენს სახლამდე. ცოტა დავისვენეთ, ვისეირნეთ, ვჭამეთ და შემდეგ უკვე გავაგრძელეთ გზა. ანუ ისე ცუდი ამინდია. მაგრამ მაცვია ეს თეთრი კაბა. ყველგან უკვე კარგი ამინდები იქნება და გადავიღებ უფრო ლამაზ ვიდეოებს. ეხლა ვარ ჩვენ მაიორიზე. ხემოვხსნი ქოლგას და ნახეთ. აი ნახე, აი ნავიდეთ. ოქაულოსია. ალამას ხედზე ხარ და გიღებ. ანუ ეხლა გამოვედით და ღმერთი ჩემო ხედზე ვაფრენ. უამაზესია. ეხლა მზე რო იყოს, იქნებოდა იდეალური. დამედნირო. იმდენ ვიწრო ქუჩებია, რომ ორი მანქანა ესე ერთად იყო, ვერ დადის რა. მაიორიში სეირნობის შემდეგ წავედით უკვე საჭმელად გვერდითა ქალაქში მინორში, რომელიც იყო 5 წუთის გზაზე. და შევკვეთე პასტა, რომელიც იყო იდეალური. ანძაკაია ძალიან. ხვალ უნდა წავსულიყავით დილას, აი ცნობილი სანაპირო და ლამაზი ადგილები რო, მაგრამ ისე გვინდოდა რომ ღამის ამალფის საკოშტიც გვენახა. ეხლა წავედით და მივდივართ. ცნერად აი ძალიან სასიამოვნოა. ესე ღამე სიარული და სეირნობა. დაახლოებით 30-40 წუთი დაგვჭირდა ფეხით მისასვლელად ამალფის ცენტრალურ ადგილამდე და ნამდვილად ღირდა, ღამით იყო ულამაზესი. ყველგან დგას ლიმნის სუნი, კონკრეტულად ამ კუთხის სიმბოლო არის ლიმონი. ნაყინები, სუვენირები, პასტაც კი ლიმნის არომატით მზადდება. მოკლედ, ყველგან ლიმონი ფიგურირებს. დილამშვიდობის. ეხლა მივდივართ ჩვენს პირველ საუზმეზე. ძლევენ ესეთ ბარათებს, მიდიხარ და იქ ჭამ და დილის საუზმეში შედის კაპუჩინო და კორნეტო. ესეთი გულიკი დამიხატეს ყავაზე. ამ დღიდან უკვე ძალიან კარგი ამინდები გამოვიდა. ხედავთ კიდევაც როგორ მოუხდა ბუნებას, აქ უკვე იწყებდა მზე გამონათებას. და ჩვენ მემზადებოდით უკვე ამალფიზე წასასვლელად. ხა გამოვარეთ ამ მზემ და მივდივართ ამალფი ქოსზე, რომ გადავიღოთ სურათები და დავათვალიეროთ დღის შუქზე. აქედან გადის ჩვენი გემი, რომელიც დაახლოებით 10 წუთში გადავა და ღირდა რამდენი? 5 ევრო. 5 ევრო. ეს ის ადგილებია წინა დღეს, რომ ღამით ვერ მომითმინეთ და წავედით. დილას უფრო, რა თქმა უნდა, ხალხმრავალი იყო და ხმაურიანი. კარგ ხანს ვიარეთ ფეხით, მოვიარეთ ეს წვრილი ქუჩები და შემდეგ წავედით ხიდისკენ. შორიდან ძალიან ლამაზად მოჩანდა მთლიანი ამალფის კუთხე. აქ უკვე დავტანჯე იმდენი ვიდეო და ფოტო გადავაღებინე, მაგრამ ეხლა რომ ვუყურებ ამ კადრებს ძალიან მიხარია, რომ ყველა მომენტი მაქვს აღბეჭდილი.
lasciare mai più sulla nera lavagna del cielo c'è una specie. რა თქმა უნდა, აქაც პიცები დავაგემოვნეთ, ოღონდ ლუკამ მარგარიტა აღარ შეუკვეთა და შეუკვეთა მგონი მარინარა ერქვა ამ პიცას და ინანა რომ მარგარიტა უნდა შემოკვეთა. მოეწონა, მაგრამ უფრო თავი მოიკატუნა, ვითომ მოეწონა. მართალიან უკვე შევჭამე მთლიანი პიცები. მაგრამ ანუ ისეთი გემრიელია ხალხო. ესეთი ლამაზია მზის ჩასვლა ამალფიზე. ამ დღესაც ფეხით წავედით ჩვენი სახლისკენ, იმიტომ რომ ფეხით გვინდოდა გაგვევლო ყველა ეს ლამაზი ქალაქი. ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილი გახდა ეს ატრანი, საიდანაც იყო საოცარი ხედი. ისეთი ლამაზი იყო. აი, ეს ხიდი, ეს კლდე, ამ ხიდის ბოლოს ეს სახლები ფერადი. ანუ, არ ვიცი, ეხლაც რომ უყურებ ვიდეოშიც ენატრება. მილამშვიდობის, დღესაც არის ძალიან კარგი ამინდი. და ეხლა მივდივართ, უნდა ვიქირავთ მოპედი და შემოვიაროთ რამდენიმე ქალაქი. ესე იგი, სანამ მოგვიქირავებ, უნდა გაიწესდოს. ეხლა ლუკა რამდენად კარგი. მოკლედ ლუკამ ჩააბარა წარმატებით გამოჩნდა და დავიძარით პირველი ლოკაციისკენ, რომელიც იყო რაველო. ესე გამოიყურება ქალაქი, რომელიც არის შედარებით მშვიდი. ქაურობაც ძალიან მომეწონა. მოკლედ, ყველა ქალაქს აქვს თავის დამახასიათებელი სილამაზე. აქ ამოვედით, იმიტომ რომ გვენახა პანორამული ხედები, რომელიც რაველოდან იშლება. ამისთვის შევედით ერთ-ერთ ულამაზეს ვილაში, რომელსაც ერქვა ვილა რუფოლო. აქ კიდევ უფრო სხვანაირი იტალიის სილამაზე დავინახე, უფრო დახვეწილი, უფრო არისტოკრატული, ულამაზესი ბაღები იყო. ვეცადე რომ ყველაფერი გადამეღო, იმედი მაქვს ძალიან ლამაზად გამოჩნდება კადრებში. ცოტა გავისეირნოთ რაველოს ქუჩებსაც გაჩვენებთ და შემდეგ ლოკაციაზე გადავალ. შემდეგი ლოკაცია არის პოსიტანო, რომელიც ასევე მოპედით შემოვიარეთ. პოსიტანომდე მისასვლელად გაივლით საოცარ ხედებს. პოსტანო პრომოსია არის ამოგი არის უფრო მეტად ხმაურიანი ტურისტული ტურისტებიც ძალიან ბევრი იყვნენ, მაგრამ ეს არის უფრო დიდი, უფრო ლამაზი. დაახლოებით 1 საათში მოვედით ამ Andiamo. ავედით ახლა სახლისკენ, უნდა გავავიცვალოთ, ტელეფონი დავტენო და მე უნდა წავიდეთ ისევ ამალფიზე საჭმელად და ჩემ ბოლო კაპუჩინო კრუასანი ამალფიზე ყოველ შემთხვევაში წელს. რაც გადავიღოთ, მოდი. ახლა გამოვედით სანაპიროზე, ხვალგამთენისას მივდივართ და
გადავწყვეტეთ, რომ მთელი დღე ვიყოთ სანაპიროზე. ბოლო მომენტებით ვტკვები. ლამაზი, 7 არ არის. ხმაურიანია და წარმომიდგენია სეზონზე როგორი ხმაურიანი იქნება. უბრალოდ ოქტომბრის ბოლოსაც კი რომ ესეთი მზიანია. რავი, ეგ არის ძალიან მაგარი. ესე იგი ყველგან დგას გაჟღენთილი პიცის სული და ამ დღეებში იმდენი პიცა მაქვს ნაჭამი და პასტა რომ უკვე ცუდად ვარ. მაგრამ არასდროს არ მბეზრდება. განით რომ ჩემი ვიდეო დავასრულო. გამთენისას გავფრინდებით უკვე. მოკლედ, დასრულების ვიდეო არ მაქვს. ამიტომ გადავწყვეტე ამით დამისრულებინა. ძალიან მაყოფილი ვიდეოში არ ჩამშევ.